25 წლის წინ კვირის პალიტრას ქონია 60 ესეთი წამოწყება, რომ წერილები შეგეძლო გაიგზავნა მომავალში წარსულიდან. და მაშინ მე ვიყავი 8 თვის და ბებია ჩემი იყო 66 წლის. და გადაწყვიტა რომ მასაც გამოეგზავნა ჩემთვის წერილი მომავალში და გუშინ მე საერთოდ არ ვიცოდი ამის შესახებ. ვიღა შემანახა ტელევიზორში შემთხვევით სიუჟეტი ამას დაკავშირებით რომ ეს კიური გაიხსნა და გაახსენე რომ მის ჩემს სახელზეც იყო წერილი. და გადაწყვიტა რომ უბრალოდ გადაწყვიტა კი არა ეგრევე გავვარდი და გამოვიტანე და ბებისთვის არ მithქვამს ეხა მოვედი ვანახე რომ მოვიტანე უკვე და ერთად უნდა წავიკითხოთ. წავიკითხოთ? წავიკითხოთ და მომიწევ. ანუ რა საყვარლობა, ყველაზე ძვირფას წერილი რაც მიმიყია. ჩემო ლიკა. შენ როცა ამ წერილს წაიკითხავ, შეიძლება არც მე და არც პაპა ცოცხლების არ ვიყოთ, შვილო. მაგრამ ძალიან გთხოვ ვიცოდე რომ პაპას და მე შენს მეტი ქვეყანაზე შენსავით საყვარელი არ ყავს არავინ. ჩემო ლიკუნა, ჩემო პატარა სიყვარულა, იცოდე რომ ყველაზე ძალიან მიყვარხარ. ლიკო, ძალიან გთხოვ ისწავლო კარგად. დედიკო არ გააბრაზო, გიყვარდეს ძალიან შენი დედა და შენი დადი და ეკა. ჩემო ლიკო, ჩემო პატარა ლიკლიკელა, როცა მე ამ წერილს გწერ, შენ 1 წლის და 5 თვის ხარ. 1 წლის და 5 თვის ყოფილვარ. 1 წლის და 5 თვის ხარ. თითოეულა სიტყვას ამბობ, მეტი არაფერი. იცი ჯერჯერობით, მაგრამ შენი პაპა და ბები კაკა კი გიყვარს. ბებიკო როცა კაკებს მოგიტან, მაშინ სულ ბები კაკას მეზახი. თუ არა და ჯერ ბები ვარ, მე ბებიკა და შემდეგ კი ბები კაკა. ჩემო ბებიკო, არ დაივიწყო შენი მერაბი პაპა და ლატავრა ბები კაკა, რომელსაც ძალიან უყვარხარ. გაიზარდე სასახელო და სანატრელი საყვარელი გოგო, ისეთი როგორიც გამომადგება არა მარტო მშობლებს, არამედ მთელ საქართველოს. საქართველოს ახლა ძალიან უჭირს ბებო. ქართველი ხალხი ძალიან გასაჭირშია, მაგრამ იქნება უფალმა გადმოხედოს და რაღაცა საშველი მიეცეს და შენ მაინც არ იცხოვრო ისეთ გაჭირვებაში, როგორშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ. იყავი კარგად და ჯანმრთელად, შენი საყვარელი დედით და დეიდით, შენი ტანჯული ბებია ლატავრა. მადლობა კვირის პალიტრას მოგვატირა.